გილოცავთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, დამდეგ 2017 წელს ჩვენ ახლა დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქში ვიმყოფებით, რომელიც არის ულამაზესი. მოდით ერთად ვნახოთ რა ხდება აქ. თქვენ კი ყველას სიყვარულით სავსე გულებს გისურვებთ. ეს ბრენდი სახელწოდებით ბებოსია ქართულ ბაზარზე 2 წელია გამოჩნდა. 80 წლის ბებია ნაძვისხის სათამაშოებს ამზადებს. დედაენის ბაღში ერთ-ერთ სახლში გავიცნოთ ქალბატონს. მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობა. თუ შეიძლება ულამაზესია თქვენი სახლი, ულამაზესად გორთული. მე გახლავართ ნელი ოშაყმაშვილი, რომელიც არ პენსიონერი, მაგრამ დაინტერესდი ბავშვების სათამაშოებით და 2 წელია ვამზადებ ამ სათამაშოებს და მაქვს ჩემი ბრენდი. გვაქვს ჩვენი საიტი, ვისაც სურვილი გაქვთ შევძანდით, დაათვალიერეთ, ძალიან ბევრი სათამაშოები გვაქვს. ბევრნაირს და ვღებულობთ შეკვეთებსაც. შეგიძლიათ რასაც შეგვიკვეთავთ, იმას დავამზადებთ. სულ ყველაფერი არის ჩემი ხელით მოხატული, ჩემი ხელით დამზადებული და სიყვარულით და სიხარულით ვამზადებ ბავშვებს. გავიცანით 80 წლის ბებო, რომელიც საახალწლოდ ბავშვებს თავისი სათამაშოებით ახარებს და წინ შევამჩნიეთ ულამაზესი ქოხი, რომელზეც არის ორიგინალური ნივთები და ვნახოთ, გავიცნოთ ვინ არიან ამ კომპანიის წარმომადგენლები. თუ არ შეგაწუხებთ, გამარჯობა. გამარჯობა. გილოცავთ დამდეგ ახალწელს. მეც გილოცავთ მრავლას დაესწარი. კატა ვნახეთ, რომელმაც ბაზა გადმოაქვს და ჩვენ ვიცით ცნობილი ლექსი და მოგვიყევით ამ კომპანიის ისტორია. ამ ცნობილი ლექსის მიხედვით ჩვენ გავაკეთეთ ლეგენდა, რომლის თანახმადაც, ასე ვთქვათ, ვაზის გადმოგვდები კატა დაიჭირეს, რომელიც მოხდება ციხეში. და მოსამართლე, რომელიც შეამჩნევს, რომ ეს კატა ვაზის გადმოგდების გამო არ უნდა დაეჭირათ, გადაწყვეტს, რომ გამოუშვას ციხიდან ვადაზე ადრე. გამოდის კატა და იწყებს წარმოებას. ესეთი საყვარელი ლეგენდა გვაქვს, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ასე ვთქვათ, Facebook-ზე. კარგ საქმეებსაც ვაკეთებთ, ასე ვთქვათ. საახალწლოდ თუ გაქვს სპეციალური აქსესუარები დამზადებული, ნივთები, ნაკეთობები, რომლებსაც თავაზობთ. დიახ, ჭიქები გქონდა საახალწლო თემატიკაზე, კატა ულოცავს ახალ წელს, ასე ვთქვათ, და ესალმება მამალს, რომლებთაც ერთმანეთი არ უყვართ, მაგრამ რაღაც შემთხვევებში შესაძლებელია, რომ იმეგობრონ კიდეც ერთმანეთთან. და გქონდა მაგნიტები მაცივრისთვის და სხვადასხვა რკინის ზედაპირებისთვის. ბევრი სხვა რამ. ძალიან საქართველოს უსურებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას. თავი და ბარაკა ქონებოდეთ სულ ყველას. ეს მომდევნო ახალი წელი იქნება ბედნიერების მომტანი. გილოცავთ სულ ყველას ბავშვებო. რა თქმა უნდა, ყველას ულოცავ, ყველა ბავშვს. ჩვენ საქართველოში, ჩვენ აი ყველაზე მკივნეული, რომელიც ხომ ყავს, აფხაზი ბავშვები, 20 ბავშვები, ღმერთი, აი ყველაფერი კარგად იქნება და ერთად ნულოცავ ჩვენს აფხაზეთში, ჩვენს ოსეთში და ერთად ვიქნებ. გილოცავთ ყველას ბავშვებო. ყველას მოგილოცავთ ჩემო საქართველო. ამ წინვალი ახალ წელს ბედნიერების თავის და ბარაკის მომტანი ყოფილიყო წესელი თითოეული ჩვენთაგანისთვის, თითოეული ქართველისთვის. ყველანი ძალიან მიყვარხავთ, გენაცვალეთ ხოცით და გეხევით. გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს. ასეთი ლამაზი, ასეთი ბედნიერი, ასეთი გაბრწყინებული წელი მოგსულოდეთ. მე ახალი წელი ძალიან მიყვარს და ყველას გილოცავ ახალ წელს. სოფლიოში ყველა ბავშვს ყველას მიცეს სანტაზაცούν და საჩუქრებს. გილოცავთ ახალ წელს, ბედნიერებას გისურვებთ და ახალ წელს. გილოცავთ ახალ წელს. რას უსურვებთ ბავშვებს? საჩუქრებს. ძვირფასო თოვლის ბაბუა.
მე მინდა ყველაზე მეტად რომ დაბრუნდე აფხაზეთში. მომინახულო ჩემი კუთხებებია და ბაბუა. ელენე, შენი სურვილები მითხარი. რა გინდა რომ თოვლის ბაბუა მოგიტანოს? ექიმის სათამაშო. ელენე ჯერ მხოლოდ 4 წლისაა, ამიტომ თოვლის ბაბუას თავის სურვილებს უფროს დასთან ერთად სწერს. პატარები აფხაზეთიდან არიან, სოფელ ბარღებს საფხულობით სტუმრობენ და მონატრებულ ბებიასა და ბაბუასაც ნახულობენ. თუმცა უნდათ რომ მშობლიურ კუთხეში არა დროებით, არამედ სამუდამოდ დაბრუნდნენ. ლიზი და ელენე ზარანდიები სახელოვნებო სკოლა აფხაზეთი 2-ის აღსაზრდელები არიან. უფროსი და ლიზი მღერის და ფორტეპიანოზეც უკრავს, ამიტომაც სურვილების სიას წარმატებულ მუსიკოსობას ამატებს. ჩვენ ჩავდივართ ძალიან ბევრჯერ, ვიახულებთ ბებია და ბაბუას ვერთობით კარგად და მხიარულობთ. და გვინდა რომ დაგვიბრუნდეს აფხაზეთი. რომ გაიზრდება, უნდა ცნობილი მხატვარი გახდეს. 12 წლის ანა პაპავა განსაკუთრებულად ნიჭიერია. ხატვასთან ერთად ფორტეპიანოზეც უკრავს. ახალი წელი მისი საყვარელი დღესასწაულია. ამ დროს ოჯახი ტრადიციულად ერთად იკრიბება. სახლში ხშირად საუბრობენ აფხაზეთზე. მშობლიური კუთხე თავად არასოდეს უნახავს, ალბათ ამიტომაც ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი სურვილი აფხაზეთში დაბრუნებაა. ახალი წლის მოსვლა ძალიან მიხარია. სულ ვემზადებით ხოლმე მთელი ოჯახით, ვიკრიბებით, სუფრას ვაწყობთ მე და დედაჩემი, ჩემი ძმა იქით ნაძვის ხეს რთავს. ძალიან მინდა რომ აფხაზეთში დავბრუნდეთ და იქ ვიცხოვროთ, გავიგო როგორი იყოს დედაჩემის მონაყოლობიდან მარტო არ იყოს. სახელოვნებო სკოლაში ბევრი ნიჭიერი ბავშვი სწავლობს. აქ შეხვდებით როგორც აფხაზეთიდან, ასევე ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოზარდებს. მათ მშობლიური კუთხის მონატრება აერთიანებთ. ამბობენ, რომ ყველა სიმღერა, თითოეული ნახატი თუ სპექტაკლი სწორედ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ეძღვნება. აფხაზეთი 2-ის აღსაზრდელები მომავალს იმედიანი თვალით შეჰყურებენ. მოდიან აქ იმისათვის, რომ მიიღონ სულიერი საზრდო, რასაც ხელოვნება ეწოდება და აი ამ ყველაფერში ერთად მათი მშობლების წვლილი არის კიდე ჩადებული, რადგან ჩვენ ვართ აფხაზეთი 2 და მათი შვილები დაიბადნენ აქ თბილისში, მაგრამ უნდათ რომ ის სიყვარული აზიარონ, რასაც აფხაზეთი ქვია. მომავალი 2017 წელი მინდა მთელ საქართველოს მოულოცა ყოფილიყო ხვავის ბარაქის წინსვლის წელიწადი და გაერთიანებული ყოფილიყო ჩვენი საქართველო, შემოგვიერთებინოს ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო. ტრენდება, ახალი წელი დება, თოვლის ბაბუსა ჩუქრი, ციდან ჩამოფრინდება. ამ სიმღერით ბავშვებმა ახალი წელი მოგველოცეს. სურვილები ნათელი და იმედიანი აქვთ. უნდათ რომ ირგვლივ ბევრი მომღიმარი სახე იყოს და საკუთარი სახლი არასოდეს ენატრებოდეთ. ყველასთვის საყვარელი დღესასწაული ახალი წელი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნება, თუმცა განსხვავებულია ახალ წელთან შეგებების ტრადიციები. სხვადასხვა ერები ამ დღეს განსაკუთრებული, განსხვავებული და საკუთარ კულტურასა და ადათ-წესებთან შესაბამისი ტრადიციებით ხვდებიან, თუმცა ყველა მათგანს მაინც ერთი საერთო რამ აერთიანებთ. ამ დღეს ყველა ბედნიერი, იმედიანი და სიხარულით სავსეა. თუ ევროპაში ახალი წელი ყველგან 1 იანვარს დგება, ბირმაში მას ყოველთვის 1 აპრილს, ესკიმოსებთან კი 1 თოვლის მოსვლისთანავე ეგებებიან. უფრო საოცარი კი ის არის, რომ ინდოეთში ახალ წელს წელიწადში 8-ჯერ აღნიშნავენ. მოდით ვნახოთ, როგორ აცილებენ ძველ წელს და როგორ ეგებებიან მომავალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. შოტლანდიაში ახალი წლის დღესასწაულს ხოგმანს უწოდებენ. მათი ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის ღამეს კუპრიან კასრებს ცეცხლს უკიდებენ და მათ ქუჩებში აგორავებენ. ამ ტრადიციას
ტრადიციით ისინი ცეცხლს უკიდებენ ძველ წელს და ეპატიჟებიან ახალს. შოტლანდიაში არსებობს მეკვლეობის ტრადიციაც და თუ ვინ იქნება მათი ოჯახის მეკვლე, ისინი საგულდაგულოდ არჩევენ. ჩინეთში ახალი წელი ტრადიციულად ღარიბების დღესასწაულად ცხადდება. ღარიბებს და მოხეტიალე ადამიანებს ამ დღეს შეუძლიათ უსაფრთხოდ შევიდნენ ყველაზე მდიდრულ სახლშიც კი და სასურველი და საჭირო ნივთი აიღონ ისე რომ ამით არავის გააბრაზებენ. ახალი წლისთვის ჩინეთის ქუჩები ფანრებით ირთვება. რაც შეეხება იაპონიას, ახალი წლის ღამეს იაპონელები სიცილით ეგებებიან, რადგან სჯერათ რომ სიცილი მომავალ წელს მათ ბედნიერებას მოუტანთ. საახალწლო ღამეს მიღებულია ტაძრებში წასვლა, ამ დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ზარების რეკვა ისმის. ინგლისელები ახალი წლის ღამეს გამოდიან მთავარ მოედანზე და ერთმანეთს ახალი წლის დადგომას დიდი სიხარულით ბიგ ბენის ზარების რეკვის ფონზე ულოცავენ. საახალწლო მისალოცი ბარათების ტრადიციაც სწორედ ინგლისში წარმოიშვა. ის რომ მსოფლიოში ნაძვის ხის მორთვის საყვარელი ტრადიცია არსებობს, ადამიანები გერმანიას უნდა უმადლოდენ. სწორედ გერმანიიდან იღებს სათავეს ნაძვის ხის მორთვისა და განათების, შუშის სათამაშოებისა და ხელოვნური ნაძვის ხეების არსებობა. საახალწლო მაგიდას გერმანელები აუცილებლად ქათქათა თეთრ სუფრას აფარებენ და ალამაზებენ ნაძვის ხის ტოტებით, სურნელოვანი სანთლებითა და სხვადასხვა საახალწლო სუვენირებით. საფრანგეთში ახალი წელი ეს არის კულინარიული ფანტაზიების ნამდვილი დღესასწაული. სადღესასწაულო სუფრის უცვლელი ატრიბუტია ფრანგული შამპანიური, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული სალათები, შებოლილი ორაგული და რა თქმა უნდა ბატის ღვიძლისგან მომზადებული პაშტეტი ფუაგრა. საახალწლო სუფრას აუცილებლად ამშვენებს შემწვარი ინდაური და ფრანგების ნაციონალური სიამაყე ხამანწკები. ბულგარეთში ახალ წელს ოჯახის წევრები საახალწლო მაგიდასთან იკრიბებიან და 12 საათის შესრულებისთანავე 3 წუთით აქრობენ შუქს. ამ დროს ისინი სურვილებს უთქვამენ და ერთმანეთს ბედნიერებას, სიხარულს, გამრავლებასა და ყოველივე საუკეთესოს უსურვებენ.